მოგესალმებით, მეგობრებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ. პირველი ვიდეო და მეორე ვიდეო რაც ჩავწერეთ, თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანის გრძნობები და ფიქრები თქვენზე. ერთი იგი ადამიანი იყო აშკარად და ერთი ადამიანები მიყურებთ, მაგრამ წოდნავი განმასხვავებელი ფაქტორი მაინც იყო რაღაცები და ყველა თავისებურად გაიგებთ და ყველა თავისებურად მიიღებთ, მესიჯ არ არის აუცილებელი. ყველაფერი რასაც ვიტყვი ერთი კონკრეტული ადამიანისთვის იყოს, ან შეიძლება საერთოდაც არ იყოს თქვენთვის და მაგასაც უნდა მიაქციო ყურადღება. ეს ვიდეო იქნება თუ რას მოიმოქმედებს თქვენ მიერ ან რას იზამს, რას აპირებს, რას იზამს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი ზოგადად თქვენ მიმართ ურთიერთობის მხრივ, ანუ საერთოდ მორჩა დამთავრდა ყველაფერი თუ ახალი დაწყებული გაქვთ ურთიერთობა თუ ანუ როგორი ადამიანი გამოჩნდება ეხლა, მაგრამ იმ პირველი ორი ვიდეოდან თუ ვიმსჯელებ, ისევ იმ ადამიანზე მიწევს ლაპარაკი. ნახოთ რას მოიმოქმედებს, მაგრამ აი რაღაცო გაინტერესებს რას მოიმოქმედებს, ხო ეგ ადამიანი, ანუ კაი ნახოთ. ჯერ ავწეროთ ეს ადამიანი, თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. Two of coins and the Empress. მომწონს. ოღონდ მომწონს ის ფაქტი, რომ ენერგიაა შეცვლილი და აშკარად იმათი ის არ არის. პირველი ორი ვიდეოს ხალხის არ არის. რას ვიზამთ, ხდება ხოლმე. ნახე, თქვენ მიერ ჩაფიქრებულ ადამიანის აღწერას რო ვცდილობ და რომ გავარკვიო როგორია ეს ადამიანი. იმპერატორი ქალის ენერგია ამბის ორიან მონეტებთან ერთად, ანუ the Ace of Coins მაგ სამიანი ხმლებით. საკმაოდ ფემინური ადამიანია. არ არის აუცილებელი ხა ქალი კაცი, ანუ ფემინური ენერგია ყველაში არის, ქალშიც არის და კაცშიც არის. ფემინური ენერგია აქვს და აი ამ ენერგიასთან ძალიან დიდი პრობლემა ქონდა და ეგ პრობლემა გვარდება ნელ-ნელა აბალანსებს ეს ადამიანი საკუთარ თავში. შეიძლება მიაგნო საკუთარ თავში ეს ფემინური ნაწილი და სწავლობს ნელ-ნელა თუ რა არის მასში ეს ოდნავ უფრო მეტად მზრუნველი, თბილი, რაღაცა ისეთი ნაზი ენერგია, რაც ყველას აქვს აბსოლუტურად და ამ ადამიანში ეს ენერგია წამოიწია. გაიზარდა ეს ენერგია თუ დააბალანსა და აქამდე ქონდა პრობლემა ამასთან დაკავშირებით შეიძლება და ეხლა უფრო მეტად თავისუფალი გახდა, მაგ გამოხატაში ხმა რომ ეხლიჩება. ვიღაცას არ უნდა რომ ვილაპარაკო, მაგრამ ეს ზანთ. კარგი. როგორია მაინც ეს ადამიანი, რომ ვიცოდეთ და ამას ვინც უყურებს ამ ვიდეოს, ეს ადამიანი რომ მიხვდეს. Ten of Wands, Eight of Coins, ანუ და კოშკი მაგ 10-იანი მონეტები. კი, ბატონო. არ ვიცი, რაღაც მოულოდნელი პრობლემა შეიძლება ქონდა სამსახურში ისეთი, ფულთან დაკავშირებით შეიძლება ქონდა პრობლემა და ეგ პრობლემა მოაგვარა. უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწია რის ხარ და უფრო მეტი მუშაობა მოუწია იმის ხარჯ, ანუ იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული არასასურველი ხარჯები გამოუჩნდა. ძალიან ბევრი შრომა მოუწია იმისთვის რომ ეს უსებ არსაიდან გამოჩენილი ხარჯები დაეფარა რა. ხო. იმედია ის არ არის რაც თავში გავიფიქრე, იმედია. მაგრამ შეიძლება ხო, ანუ შეიძლება ვიღაცა დაიღუპა და ეს ხარჯები ამ ყველაფერზე და რაღაცა და მაგაზე წავიდა ძალიან ბევრი რაღაც და ეხლა მაგის დაფარვაშია. ყოველი შემთხვევაში რაღაცა კონკრეტული უცაბედი ხარჯების დაფარვა მოუწია, რომელიცაც
რომელსაც შეძლებს რომ გადაფაროს და მალე გადალახოს მაგ მომენტს, ან შეიძლება კონკრეტულად უკვე გადალახა ეგ პროცესი და იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც რა დროსაც შენ გაგიჩნდა კითხვები, ხო, რას იზამს და რას აპირებს საერთოდ ადამიანი და აშკარად ხო არ არის ქმედება რაღაცა ამ ადამიანისგან და გაინტერესებს. აი მაგ პერიოდში, როცა შენ კითხვები გიჩნდებოდა, აიყო აი ამ ფინანსურ რაღაცებზე ზრუნვა. კარგი, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი? შენიერ ჩაფიქრებული ადამიანი. 6-იანი მონეტები მაგ და ჰაიროფენტი მაგ. Queen of Wands, 10 of Cups, the Star, Nave of Swords, 8 of Wands. ანუ კონტაქტზე გამოვა. გამიგე და ძალიან დიდი სურვილი აქვს იმის, რომ რასაც გასცემს, რომ იმას დაიბრუნებს უკან და ძალიან ისე გიყურებს რა, ანუ ძალიან მოსწონ ხარ, გადარებულია შენზე, გიჟდება შენზე, მაგრამ დავით როცა ჩვენან უნდა მოქცეულიყო. ათიანი თასები. ვარსკვლავის კარტი. ანუ ეხლა შენზე ფიქრობ, შენზე ოცნებ justice სამართალი მაგ. ორიანი ხმე. ანუ მოკლედ ადამიანი პაჟი მაგ იმის რა ხმლების პაჟი მაგ. დღევანდელ დღეს ხმლების პაჟი არის ჩვეულებრივად სოციალური ქსელი. დღევანდელი დღისთვის აი ეს ენერგია რა ეს კარტი რასაც ატარებს არის ჩვეულებრივად სოციალური ქსელი ხა. Facebook იქნება, Instagram იქნება, Telegram, WhatsApp რო რა იქნება. მაგას მათ გამოვა კონტაქტზე. მათ შემოვა კონტაქტზე. შეიძლება რა შეიძლება იყოს კორექტული, თბილი, წყნარი, მშვიდი, ნაზი. თავისი სათქმელი კარგად თქვას, ლამაზად თქვას. დაფიცებებს დაგიწყებს თქო მოგატყუებ, დაფიცებებს არ დაგიწყებს. რომ აი შევიცვალე და მე. უბრალოდ რაღაცას განხილვა უნდა, საუბარი უნდა და მე მარედან უკვე თქვენ როგორ წაიყვანთ. მაგას უკვე შენ თო უნდა შეხედო რა. აქ ესე არ ჩანს რომ რამე ესეთი იყოს, მაგრამ უბრალოდ ხო, უბრალოდ გაითვალისწინე რომ რაღაცა პერიოდი მაინც გირჩევნია რომ მარტო ხელა ადამიანი იყო. რაღაცა პერიოდი, ცოტა პერიოდი. იქამდე სანამ მართლა არ დაიბრუნებს შენს დობას თუ მისცემს შანსს, ასე ვთქვათ, ხო? ნდობა საჭირო ამ სიტუაციაში. ნდობა საჭირო და რაღაცა პერიოდი გირჩევნია რომ ჯერ კიდევ ისე მარტო იყო და შენ თავს მიხედო. ისე როგორც გინდა რა შენ მიხედო, ხო? კი ბატონო, ერმიტი მაგ. ხო, ანუ შენ თავთან წყნარად შვიდად კარგად როგორც გინდა ისე მოიკეცი, რასაც გინდა იმას აკეთებ, ვისაც გინდა იმას ელაპარაკები. მოგწერე, გინდა რომ უპასუხებ, არ გინდა არ უპასუხებ. ვინმე პრეტენზია აქვს, ვინმე უკაცრავად რა ხდება. ანუ ხვდები. მოდის ეს ადამიანი, საკმაოდ ისეთი ენერგიით, რომელიც შენ თუ გინდა მიიღებ, თუ არ გინდა არ მიიღებ. იმიტომ რომ სრულად ახალი ენერგიაც გაქვს, რომელიც ამ ადამიანის გარდა კიდე ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდება, ხო, შენ ცხოვრებაში ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული, ვისთან გინდა რეალურად რომ რაღაცნაირად კონტაქტი გქონდეს. ეს ადამიანი კონტაქტზე გამოვა, აპირებს მაგას ყველა ვარიანტში. მოკლედ, ლამაზ ადამიანებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გექნებათ. და დროებით თუ იმას გაქვთ სრული პირად გაშლასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ შემოხმიანოთ WhatsApp-ზე ან Instagram-ზე. Don't. Guy, look at that.